საქართველოს რეჟიმს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს განცხადება ლუქსემბურგში ისტორიული მინისტერიალის დაწყების წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მარგუს ცაჰკნა რეჟიმს უწოდებს ქართული ოცნების მმართველობის სტილს და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ევროკავშირის მინისტრების და ლიდერების მხარდაჭერა აქვს ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დგამს ისეთ სახიფათო ნაბიჯებს, რომელიც ვერ იღებს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და რის გამოც დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის გაყინული. ერთადერთი რაზეც მსჯელობა ბრიუსელში მიმდინარეობს, ეს არის სანქციები და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მარგუს ცაჰკნამ. მას ჟურნალისტმა კითხა, განიხილება თუ არა სამომავლო სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ, რაც დაადასტურა ესტონელმა დიპლომატმა და პირდაპირ თქვა, რომ სანქციები განიხილება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, რაზეც არის საუბარი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე და ასევე სანქციები განიხილება კონკრეტულად ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია სწორედ ამ დემოკრატიულ უკუსლაზე. სომხეთის მაგალითი მოჰყავს მარგუს ცაჰკნას, როდესაც საუბრობს ის დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაძლოა მისი მტკიცებით სომხეთის მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ დემოკრატიული არჩევნებით და ხალხის ნებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი შეიცვალოს. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. ასევე ისაუბრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, მანაც მხარდაჭერა ქართულ ხალხს გამოუცხადა იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომელსაც მხარს სწორედ საქართველოს მოქალაქეები უჭერენ. ძალიან უწუხვა, რომ საქართველოს რეჟიმას სრულიად არასწორი გზა აირჩია, რომელიც არ მიემართება ევროკავშირისკენ. თუმცა ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვისაც ნამდვილად სურს ამ კურსის შენარჩუნება არის ის, რომ არ დაკარგონ იმედი და გთხოვთ უბრალოდ იმოქმედეთ იმ იმედით, რომელსაც მომავლის მიმართ ფლობთ. რადგან როგორც სომხეთის გამოცდილებამაც აჩვენა, თუ ხალხს სურს, საბოლოოდ შესაძლებელია ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზა გაიხსნას. ასე რომ მთავარია არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა საქართველოსთვის ღია დარჩება. დიახ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც კონკრეტული პირების მიმართ. ესტონეთმა ეროვნული სანქციების სიაში უკვე შეიყვანა ადამიანების საკმაოდ გრძელი სია. თუმცა ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ზეწოლა იმუშავებს. მაგრამ ეს არ არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გააკეთებს. ვფიქრობ, ეს ქართულ ხალხზეა და ჩვენ ესტონელებს ნამდვილად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას საქართველოში, ვისაც სურს იმუშაოს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს როგორც ევროკავშირის ოჯახის წევრობის მიმართულებით. მე შეშფოთებული ვარ ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი. საქართველოს დღეს ევროკავშირის დღის წესრიგის მიღმა, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები მაინც კეთდება მიუხედავად ქართული ოცნების ნაბიჯებისა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. დღეს, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზეა საუბარი, საქართველო ამ კონტექსტში საერთოდ არ მოიხსენიება და საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2030-ში ევროპელი პარტნიორები ვერ ხედავენ და როდესაც საუბარია სწორედ გაფართოებაზე აღმოსავლეთში, ამ კონტექსტში მოიხსენიება მხოლოდ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მონტენეგროსთან ერთად. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მინისტერიალის დაწყების წინ, სადაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ოფიციალურად გახსნან მოლაპარაკებების კლასტერები უკრაინასთან და მოლდოვასთან. პირდაპირ თქვეს, რომ ევროკავშირის გაფართოება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც უსაფრთხოებას მოუტანს არა მხოლოდ მოლდოვას და უკრაინას, არამედ სრულიად ევროკავშირს. ასევე ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ წნეხის გაძლიერებაზე და იმ სანქციებზე, რომელზეც ამ წუთებშიც ბრიუსელი მუშაობს, რათა დაუწესდეს პუტინის რეჟიმს. როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვის რესპუბლიკისთვის ახლა პროგნოზირებადი მოლაპარაკებების გზა გაიხსნება. ეს ყოველთვის უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა, თუმცა ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახლა კონსტრუქციული მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდეს. უკრაინა ეკუთვნის ევროპას, მას უნდა ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ მან ასევე უნდა განახორციელოს რეფორმების ძალისხმევა. ძალიან თვალსაჩინოა ის, რასაც უკრაინა აღწევს, განსაკუთრებით იმ
სასტიკი თავდასხმების ფონზე, რომელიც რუსული მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ თუნდაც ამ ღამით, განურჩეველი ღირებულების მქონე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, რომ რუსული მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართვის რეალური მზაობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას. ერთი მხრივ უკრაინის სრული მხარდაჭერა და მეორე მხრივ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაგრძელება. ჩვენ მუდმივად ხელახლა მოგვიწევს იმის განახლება თუ რომელ პუნქტებშია საჭირო სანქციების გამკაცრება, რადგან მიუღებელია, რომ რუსეთი ამ ფორმით აგრძელებდეს უკრაინაზე თავდასხმას. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა ლუქსემბურგში ზოგიერთი ქვეყნისთვის, ზოგიერთი ახალი ქვეყნისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ასე რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადადგმული სწორი მიმართულებით, თუმცა გასავლელი გზა ჯერ კიდევ არის და ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თუმცა მოხარული ვარ, რომ წინ მივიწევთ, რათა მათ დაინახონ, რომ კვლავ სასურველნი არიან, თუმცა საშინაო დავალებები მაინც შესასრულებელია. მოლაპარაკებების კლასტერების გახსნით პირველივე ეტაპზე უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისგან 2 მილიარდ ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებს, რაც მოხმარდება ეკონომიკურ პროექტებს უკრაინასა და მოლდოვაში და ეს არის ერთ-ერთი პირველი ბენეფიტი, რომელსაც სწორედ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისგან მიიღებენ, სხვა ბუნებრივია დამატებით ბენეფიტებთან ერთად. დღეს გაიხსნება მოლაპარაკების მხოლოდ ერთი კლასტერი, რაც გულის რეფორმებს, დემოკრატიულ რეფორმებს, რაც შეეხება დამატებით 5 კლასტერის გახსნას, ministrები იმედოვნებენ, რომ ამაზეც ევროკავშირში იქნება 27 ქვეყნის თანხმობა და დამატებით 5 კლასტერი უკვე მიმდინარე თვეში, უბრალოდ ივლისში გაიხსნება და საბოლოო ჯამში შეძლებენ, რომ უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, რათა ორივე ქვეყანამ შეძლოს ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება 2030 წლამდე, რაც საჭიროა ევროკავშირის გასაფართოებლად.